მოგეხსენებათ, ინგლისელები დიდად არ იწუხებენ უცხოენების სწავლით თავს. თვლიან, რომ ყველამ მათი ენა უნდა იცოდეს. მეც ჯიბრზე ავარჩევდი ხოლმე ტიპიურ ინგლისელ გამყიდველს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგონას და ჯიქურ ეკითხებოდი გერმანულად. Sprechen Sie Deutsch? ის შეწუხებული პასუხობდა, "Oh, no sir, only English." მეც ეგ არ ვიდოდა და ჩავრთავდი ხოლმე ვითომ გერმანულად. Und ich spreche jetzt in seine Klasse, eigentlich die Rote, ich stehe jetzt in der Gein raus. Oh, I'm so sorry, sir. Parlez-vous français? Tellement de prendre, j'ai un peu de près, sur de prendre, je sais pas. Oh, I'm so sorry, sir. Habla español? No, pero no se puede, la señorita tan linda y bonita y no habla español. Ay, qué pena, señorita, qué pena. მოკლედ საქმე ისე მივყავდა რომ ენების ცოდნაში ბრიყვი მე კი არა ის გამოდიოდა. ბოლოს მშობლიურ ენაზე ვამთავრებდი ხოლმე. არც ქართული იცი გოგო? გესწავლე ეს ოხერიანები მე დაგიხიე წიგნები? მეგონება გაიგო ამის მერე უნდა გენახათ როგორი ბოწიწებითა და პატივისცემით მემსახურებოდნენ ხოლმე. ეხლა მეორე უკიდურესობაა როცა აქედან ჩასულები ინტენსიურად იწყებენ ენის შესწავლას და ქართულ და უცხოურ სიტყვებს ერთმანეთში ურევენ. მაგალითად სიტყვა სამუშაოს ესპანურად ქვია ტრაბახო. ბარსელონაში სამუშაო ჩასულ ქმარს ცოლი ურეკავს საქართველოდან. რა შვები როგორ ხარ? საღამოს დამერეკე ეხლა არ მცალია სატრაბახოთ მივდივარ. რაო? სატრაბახო რა გაქვს შესასიკვდილე. ფული დროზე გამოვაგზავნე ვალებში ვიხშობითო. ნუ ენა ძალიან კარგადაც რო იცოდე მენტალიტეტთა სხვაობას მაინც ვერ გაიქცევი. მოვლენათა შეფასების რადიკალურად განსხვავებული ხედვა და გაგება გვაქვს. ეს იმას მაგონებს ქუთაისელმა პირველად რო ნახა ტელევიზორში ალენ დელონი. კარგა ხანს უყურა და მერე წამოიძახა. აუ ბიჭი, ამის გარეგნობა და ჩემი გაგება მომცა? ამ გაგებას კიდე ხშირად კურიოზამდეც მივყავართ. ნიუ-იორკში, ცენტრალ პარკში უიკენდებზე პიკნიკების მოწყობის ტრადიცია აქვთ. მიდიან ოჯახებით მდელოზე გაშლიან სუფრას. აკურატულად გააწყობენ წინ და წინ გამზადებულ სანოვაგეს, მერე ისევ აკურატულად აალაგებენ, ჩაალაგებენ პარკებში და ათავსებენ სპეციალურ ურნებში. დახედავ, ვერც იფიქრებ თუ აქ წუთის წინ ოჯახი სადილობდა. გაიარეს ამ პარკში ჩვენმა ემიგრანტმა კახელებმა და გადაირიან ისე მოეწონათ. ბიჭო, ერა ოჯახი საკეიფო ადგილები ქონიათ, წავიდნენ ზოომაღაზიაში, იყიდეს ცოცხალი ხვარი. მოიყვანეს წამოაქციეს იქვე გამოჭერეს ყელი, ჩამოკიდეს ხეზე და ჩამოატყავეს. თან გვერდით ცეცხლით დაანთეს წვადების შესაძლებლად. არა და ამ ყველაფერს უყურებდნენ იქაური ბავშვები. აატყდა, მაგრამ რა აატყდა. მოვარდა პოლიცია, ბავშვთა დაცვის საზოგადოება, ცხოველთა დაცვის საზოგადოება, ბუნების დაცვის საზოგადოება, სახანძრო და ბორკილებით გააქანეს ეს ჩვენი მოკეიფე კახელები. აი საბერძნეთში სულ სხვა მენტალიტეტია. სრულყოფილი მილიონერი არა ხარ, თუ ეზოში მწვანე მინდორი არ აქვს. არა და მინდვრის გამწვანებას დაახლოებით 20 წელი მაინც ჭირდება. მოგახსენებათ, საბერძნეთში ხრიოკი მიწა დათესენან ბალახს, მერე ამ ნათესულიან შვილივით. თვეში 15ჯერ მაინც წამლავენ. დღეში 7 ჯერ წამენ. ვიტამინებით კვებავენ, მოკლედ სივნიავს არ აკარებენ. ამოვა 20 წლის შემდეგ ეს ბალახი და მხოლოდ მაშინღა შეიძლება მისი გაკრეჭვა. ერთ-ერთ ასეთ მილიონერს როგორც იქნა მოუწია 1 წლის წინ დაკავებულმა რიგმა და საღამოს ბალახის სტილის ცელოდებოდა. იფიქრა უკვე მებაღეც დამჭირდებაო და დილას მებაღე დაიყვანა ჩვენებური ემიგრანტი, მშრომელი კახელი ვასოპაპა. აბა შენიცი, გაკრეჭვის შემდეგ მიხედე უთხრა და წავიდა. ჯო. მიხედე უკი გაიგო ვასოპაპა, მაგრამ გაკრეჭვის წინ თუ შემდეგ ეგ ვეღარ. ერთი გადახედა ეზოს და ბიჭო ერა დღეს ჩაუგდია თაკავრობა ამ შობელძაღლებ გაიხედე ბალახმია ყველაფერი ამაი რა გამარგლა მჟო მივა თუ ხელი თუ თოხი ფესობიანად დაგლიჯა ეს ბალახი და ფერთხავდა ბიცა არ გაყვესო ისეთი კაი ტელევიზიონი კი დადგა საღამოსო დაბრუნდა სტილისთან ერთად თითქმის სრულყოფილი მილიონერი და ტელევიზიიდან ამაყად მდგარი ვასოპაპა დაინახა ეგრევე იმპაქტმა დაარტყა სრულყოფილი მილიონერობის არ მოგახსენოთ მაგრამ სრულყოფილი პაციენტი ნაღდად გახდა მე მგონი ეხლა საავადმყოფოში წავს აი ჩვენი მენტალიტეტი უფრო ტრადიციული და კონსერვატიულია. იქ ყოველგვარ სიახლეს დიდი ინტერესით იღებენ და ითავისებენ. ლონდონში ჩემი მეგობრის მეზობლად 1-2 მეტრიანი ზანგი ცხოვრობს. ჩვენები პავლეს ეძახიან. თან ქართულ მეზობლობას მიაჩვიეს და ხშირად გადმოდიოდა ხოლმე. ერთხელ ეს გადმოვიდა და მეუბნება. ახალი თამაში უნდა გასწავლო. თქვენთან ჯერ არ გეცოდინებათ. ჩვენთანაც ახალი შემოსულია ბეგემონი ქვიაო. ბეგემონი ნაღდათ არ გამიგია მეთქი. წავიდა და გადმოიტანა ნარდი. ჯერ არაფერი უთხარი, რა ვიცი, იქნება ესენიც კი ბურტებით თამაშობენ მეთქი. და ალაგ ჩვეულებრივი მოკლე ნარდი.
ამოიღო კამათელი და მიხსნის. ეს დაბ 6-იაო დუშეშზე. ეს 6 and 5-იაო შაშიბეშზე. მოკლედ კარგ ახას მიხსნა. გაიგეო? კი ბატონო, გავიგე მეთქი. დავიწყეთ თამაში და 10-0-ს რო უგებდი, მე რაღაც მიხვდა რომ რაღაცაში იყო საქმე. მეუთხარი, მამის მინე ჯიგარო, ეს არის ნარდი. მე რომ მიყურებ ჯარისკაცის მამის არ იყოს, ევო, ატეცი გრალ მეთქი. მე გემონი არა იხვის ტოლმა. მაგრები ხარ ძმაო ქართველები, ხელები ამიწევიაო. ისე სიმართლე რო გითხრათ, იუმორი სხვადასხვანაირი აქვს. ავიღოთ მაგალითად ინგლისური ანეკდოტი. ზამთარია დილა 6 საათი. ლორდი ადგა და ტასაცელს იცვამს. ცოლი ეკითხება საწოლიდან სად მიდიხარო? მეგობრებს შევპირდი და სანადიროთ მივდივარო. რა დროს ნადირობა, ნახე რა სიცივეა. ზაღლს არ გააგდებენ ქუჩაში. რას ლაპარაკობ? მეგობრებს ვერ დავაღალატებო და წავიდა. 3 საათი ელოდა არ მოვიდნენ. შემოbrunდა სახლში. აზაგზაგებული ჩაწვალოგენში და რა ზაღლისებური სიცივეა მართლაც გარ. აბა, ჩემი გიჟი კიდე სანადიროთ წავიდაო. ამაზე იცინიან გალურჯებამდე. აი ჩვენი იუმორი კიდე იმათ არ ესმის. დილას აიონიდან გადმოიხედა მიხო. ბიჭო, რა მუშაობის ხასიათზე ვარ? წავალ-წაბულწები იქნება გადმიაროს. როგორც არ უნდა უთარგმნე ხლა ამ ანეკდოტის გამიგებია გინა ამერიკელი გინა ინგლისელი? შანსი არ არის. ინგლისელს მაგალითად თავში აზრადაც არ მოუვა ისეთი ხუმრობა, რაც ჩვენმა ერთმა კუბაში ჩასულმა ინჟინერმა მოუწყო თავის კოლეგას. ადრე პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი კათედრიდან სპეციალისტებს აგზავნიდნენ ხოლმე კუბაში. 2 წელი ერთი იმუშავე და მერე ჩავიდოდა მეორე და შეცვლიდა. ერთ-ერთი ასეთი გეგმიური შეცვლის დროს ახლა ჩასულმა სპეციალისტმა კინაღამ ინფარქტი მიიღო. ჰავანას აეროპორტში პირდაპირ ტრაპთან დახვდა ვიღაც კუპრივით შავი ზანგი ეცა გადაიხვედა გადაკოცდა. გამარჯობა, როგორ ახარ ბიჭო, შალვა? მადლობთ, კარგად, სილისა მოილუღლუღა შალვა. მამა შენი გიორგი როგორ არის? თირკმელები ისევ აწუხებს? დიახ ბატონო. კარგი ჩათლახები ხარ, ჩვენსა და მამა შენი, შეგვიძლია წავიდე. 2 წელი თავი იმტრია საცოდაო შალვამ. ვინ იყო ეს ოხერი ზანგი და რა უნდაო? თურმე მის წინამორბედს დაუმეგობრებია. 2 წელი ამეცადინებდა რომ ეს ყველაფერი უაქცენტოთ ეთქვა. სხვადასხვის ჩვენი ემიგრანტები დიდი ყურადღებით უყურებენ ქართულ ტელეარხებს და ზოგ-ზოგიერთ რაღაცებზე ძაფრი რეაქციებიც აქვთ. მოგეხსენებათ შავი სამყაროს წარმომადგენლებს საქართველოში აღარ დაედგომებათ და უცხოეთში გაიქცნენ. ერთ-ერთ მათგანს რუსთავი 2-ზე გადაცემა უნახავს, საქართველოში ქალწულობის ინსტიტუტი აღარ უნდა არსებობდესო და შეწუხებულმა მითხრა. აგენი ვინ არის? ბოჯო. კაი ბიჭები ამგენს არ უნდათ და კაი გოგოები, აბა ვინ უნდებია? სიმ. მაგრამ ყველაზე ძალიან მაინც ის აწუხებთ, რომ არც ერთ ტელეარხზე არ არის რეგულარული გადაცემა ქართველები უცხოეთში, რომელსაც აქედან წასული 1,5 მილიონი ემიგრანტისთვის დიდი შვების მოტანა შეუძლია. თუ სექსის პროპაგანდისთვის და შორენას ღამისთვის გამოინახა ამდენი დრო, ამდენი ქართველი ემიგრანტი ერთ გადაცემას არ ვიმსახურებ თუ ანდა რათ უნდა სექს ამდენი პროპაგანდა, თავის დროზე კარგად თქვა ბატონმა გივი ბერიკაშვილმა. მე-12 საუკუნეში, როცა სიტყვა სექსი საერთოდ არ არსებობდა, 12 მილიონი ვიყავი და ეგ საქმე დღესაც კარგად გვეხერხება. რაც არ ვიცი და გვიჭირს, ის გვასწავლეთ და გვაჩვენეთ. ყველაზე ამაღელვებელი მაინც ის მომენტია, როცა სევდისა და მონატრების სრემლებით სავსე თვალებით მაცილებენ, იმ იმედით, რომ მალე დაბრუნდებიან სამშობლოში. მე კი ამის შემხედვარე ყოველთვის დიდი პოეტის ლადო ასათიანის ლექსი მახსენდება, რომელსაც გურამიშვილის ჩივილი ქვია. ვახტანგ მე-6-ემ ერთხელ ერთ ხევში სუმბული ნახა თეთრი და წმინდა. მოთხარა, ფრთხილად აიღო ხელში, რომ სავარდეში მიეცა ბინა. ფიქრობდა მეფე ყვავილი მწველი, გრძელ ყლორტებს გაშლის, გაინავარდებს, ვითარც ამბარი მისი სურნელი, გადაებრქვევა მდიდრულ სავარდეს. ფიქრობდა, მაგრამ ვაი რომ ტყვილად, არ ესალბუნა ყვავილს ალერსი, თავი დახარა და მოიწყინა როგორც ჭაბუკმა უცხო მხარეში. ბევრი ეფერა მეფემ გოსანი თავს დამღეროდა როგორც ბულბული, მაგრამ საამო სურნელ ფშოსანი მაინც დაჭკნა და გახმა სუმბული. მეც სუმბული დავიგოლვები და მეც გამახმობს უცხო ზმანება, თუ საქართველოს ლურჯი გორები დროზე არ ნახა ჩემმა თვალებმა, დავჭკნები როგორც დაჭკნა სუმბული. ხევის ყვავილი მზისკენ მზირალი დავახტანგივით სადღაც ჩავკვდები, ჩემთა მკვიდრთაგან დაუტირალი. შობლურ ბაღიდან გადმოყვანილი, უცხო მიწაზე ვერ გავიხარებ.
ვიდრე დამჭკნარ ვარ შენი ყვავილი, მომხედე ჩემო სამშობლო მხარე.